პატარა თუ სადღესასწაულო დღეებმა არ გააქვს რომ მუხტი რომელიც იყო რუსთაველის გამზირზე იქ სადაც გრანდიოზული საახალწლო სუფრა იყო გაშლილი გზა ისევ გადაკეტილია და იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ სადღესასწაულო დღეებია ამ ქვეყანაში საახალწლო დღეებია მაინც მოქალაქეები დგანან რუსთაველის გამზირზე უკვე 37 დღეა და ეს არის ნამდვილი მკაფიო განაცხადი იმისა რომ არავინ აპირებს ქართული ოცნების რეჟიმს დაუთმოს ეს ქვეყანა არავინ აპირებს დანებდეს იმ ძალადობრივ რეჟიმს რომელიც სასტიკად უსწორდება მოქალაქეებს რომელიც რეპრესიებს იწყებს საჯარო მოხელეების მიმართ რომლებიც დგანან საპროტესტო აქციაზე და აპროტესტებენ უკვე 37 დღეა მოგესალმებით თქვენ საპროტესტო აქციაზე ხართ 37 დღეა ვამბობდი ახლა რომ უწყვეტად დგანან საქართველოს მოქალაქეები თბილისშიც რეგიონებშიც და არ აპირებენ დანებებას აი თუნდაც ის რომ ახალი წელია რაღაც საზეიმო დღეებია და ხალხი დგას მაინც რუსთაველზე არის თუ არა მკაფიო განაცხადი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კი ბატონო ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ჭყალებში ქართული ოცნების დასასრულს ჩვენ უკვე ვზეიმობთ იმიტომ რომ ეს რუსული ოცნება ოლიგარქის თავმჯდომარეობით დასრულებულია ღიად ვაცხადებ რომ დასრულებულია და უნდა ვიზეიმოთ ქართულმა ხალხმა გამარჯობა იმიტომ რომ ვნახეთ ალბათ ხორუმი შესანიშნავი შესახედაობა იყო და სანახაობა ვნახეთ საახალწლო სუფრა ამ სიგზე ეს ისტორიაში დაიწერება და წიგნებში დაიწერება სახელმძღვანელოებში ბავშვები ისწავლიან ისტორიაში რომ საქართველოს შეძლო ყველაზე კრეატიული ყველაზე ცივილური და ყველაზე პროგრესული რევოლუცია ჩვენ ვადევნეთ უმაგრეს მოვლენებს რა ვიძინა ივანიშვილი დასრულდება აი იმ ძალადობის სისასტიკის რეპრესიების მიუხედავად თქვენც იყავით მსხვერპლი ხომ ამ ძალადობის დაგაკავეს კიდეც ფიზიკურადაც გაგისწორდნენ მაინც არავინ შეშინებულოდათ დგანან აქ ისევ აქციაზე ხო რა თქმა უნდა ეს სარელა სიტყვები არა ჩვენ არ გვეშინია ჩვენ პირიქით გავუბრაზდით ორჯერ სასტიკად მცემეს ორჯერ დამიჭირეს და სასტიკად მცემეს მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ მოვდუნდეთ პირიქით უფრო ძლიერდებით რაც არ კლავს გვაძლიერებს ამიტომ ქართველი ხალხი დღეს როა ძლიერი ესე არასდროს არ ყოფილა ძლიერი და უფრო ძლიერი იქნება ვერავინ ვერ მოგვერ ბელარუსი არ იქნება არასდროს საქართველოში საქართველოს ყოველთვის იქნება თავისუფალი ღირსეული და ამაყი ერის ქვეყანა კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა და ეს ერთობა ნამდვილად ვნახეთ ჩვენ მოქალაქეებმა თუნდაც ახალი წლის დღეს თუნდაც აი ამ 37 დღის მანძილზე როცა პროტესტით იდგნენ აქ მოქალაქეები თქვენი ვკითხულობთ რომ მადლობა სუხთით ამერიკას და ჩვენ გვესმის ყოველდღიურად რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დგანან ქართველი ხალხის გვერდით და მზად არიან დაეხმარონ აი ამ ბრძოლაში ეს მხარდაჭერა რამდენად გამხნევებთ თქვენ პირადად და გითხარით რა გსურთ რომ თქვათ უფრო ვრცლად იმედის მომცემია ნამდვილად სტიმულია ძალიან დიდი მადლობა ამერიკას მადლობა ევროპის ქვეყნებს ჩვენი მხარდაჭერისთვის ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ თქვენ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ ოდნავ წინ სადაც ასევე საპროტესტო აქციით დგანან მოქალაქეები და იცით რომ მუდმივად არის რუსთაველის გამზირი პროტესტის ეპიცენტრი აქ ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები უკვე 37 დღეა აქეთ გადავიდეთ ბადაკ 37 დღეა აი ვხედავთ პოლიტიკოსების დგანან ახალგაზრდა პოლიტიკოსები მაგრამ ზუიად რატიანი დავინახე მანამდე და იქნებ მოვახერხო რომ მასთან მივიდე ბატონო ზუიად გამარჯობა ბოდიშს გიხდით თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვართ და მინდა გკითხოთ ძალიან მაინტერესებს როგორია თქვენი შეფასება 31 დეკემბრის ღამესთან დაკავშირებით რაც ვნახეთ აქ რუსთაველის გამზირზე და რაც მთავარია 37 დღე გავიდა დღეს და ისევ უწყვეტად პროტესტი თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში ჩანს ხომ? აი რა განაცხადია ეს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან?
გეტყვით, შეფასება არა ალბათ უფრო განცდა და სიხარულია ცალსახად. 31-ის ღამეც იყო სიხარულის ღამე და იმედის, მართლა იმედის ამ ერთობის განცდა, რომელიც მე ყოველ შემთხვევაში ჩემი არც ისე უკვე სამწუხაროდ არც ისე ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ასეთი ამაღლებული და ძლიერი განცდები და იმედებიც არ მქონია მიუხედავად ჩემი ბუნებრივი უიმედობისა აბსოლუტურად აქ ჩემი პესიმისტობა, ოპტიმისტობა აღარაფერ შუაში ალბათ არც ყველას ჩვენი თანდაყოლილი რაღაც თვისებები არის ცალკე და ეს ერთობის განცდა და აბსოლუტურად მართლა 100%-იანი და 1000%-იანი სიმართლის განცდა გადაწონის ყველანაირ პესიმიზმს და ეჭვებს და მათ შორის გონიურულსაც და გონიურულად ვიცით რომ ეხა ესე ადვილად ჯერჯერობით არ არის საქმე, მაგრამ თავარი რის იმედის თვინახევრის წინ დაახლოებით ალბათ არავის მქონდა, მე ნამდვილად არ მქონდა, არის ის რაც ხდება დეკემბერში და რაც ხდება დღემდე და რაც გაგრძელდება ამაში უკვე ეჭვი არ გვეპარება. ეს რო არ იყოს, არ იქნება არაფერი, არც სანქციები, არც ეს თუნდაც სადგვინახავს 2000 კი არა 20 ბიზნესმენი, რომელიც რომელიმე ხელისუფლებას დაპირისპირებია. ხო, სხვანაირად ეს სისტემები არ ინგრევა და ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი, არის ტარანი, თევსარგულის ხო ტარანი, რომელსაც ციხესიმაგრის ალაყავს თუ კარიბჭეს ურტყავ და თანდათან იბზარება და ბოლო-ბოლო შევანგრებთ და ეს უნდა იყოს სანიტარული წელიწადი და გავწმინდოთ ეს ქვეყანა სამუდამოდ თუ არა დიდი ხნით ეხა მომავალ საუკუნეებზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ეხლა რაც გჭირს ეს ავადმყოფობა, აბსოლუტური განგრენა სანამ გავრცელებულა და ყველა შეუჭამი ვარ და დაუღუპია ეს ქვეყანა და არა მარტო მომავალი აწყო წარსული ყველაფერი რაზეც ვიდექით მანამდე უნდა დავამარცხოთ და დავამარცხებთ კიდევაც ეჭვი არ მეპარ. ერი იქნა მაგათ დღეში ეხლა ეგენი რო არიან თავად. როცა ვხედავთ ამდენ იმედიან ადამიანს, ამდენ მებრძოლს აქ, ამდენი ხნის მანძილზე, ხო? რამდენჯერაც არ უნდა თქვან რომ 1000 კაცია ან 2000 კაცია, ვხედავთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დგას ყოველდღე. რუსთაველის გამზირზე მეორეს მხრივ ვხედავთ მათგან ზალადობას, რეპრესიებს, საჯარო მოხელეების გათავისუფლებას უკანონოდ სამსახურებიდან, მუქარას, რომელიც ისმის. აი როგორ ფიქრობთ, ეს კიდევ ერთხელ არის თუ არა იმის დასტური, რომ ხშირად ამბობენ ხოლმე ამ ფრაზას, რომ აგონიის გამოძახილი რეჟიმის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეგ არის ხო, ნუ ამ ესენი მუშაობენ დაშინებაზე. აი, არ ვიცი. სასოწარკვეთით მუშაობენ ამ დაშინებაზე, ხედავენ რომ არავინ შინდება და ეს კიდევ უფრო ამწარებთ, მაგრამ როგორ უნდა დაშინე, რა დროს შიში არის ბუნებრივი ადამიანური გრძნობა, როცა სხვა გაცილებით ძლიერი შეგრძნებები ამას არ ჭრდილავს და ფარავს და ამ შემთხვევაში შიშზე ძლიერი არის ბრაზი და ელემენტარულად ისა რა მომავლის სურვილი, მომავალი რო გქონდეს, კარგ მომავალზე ხო აღარ ვლაპარაკობთ, არა, ამათ ხელში დღევანდელი ეს რეპრესიები, სამსახურიდან ეგდება იქნება ცემა თუ დაპატიმრება, ეს ყველაფერი მოგვენატრება ძალიან მალე ჩვენ თუ ბოლომდე არ ვიბრძოლეთ და სინამდვილეში ძალიან დიდი ძალა გვაქვს რა და ეს იმედს რომ ვამბობ, ეს იმედიც იარაღია, აბსოლუტურად ბრძოლის იარაღია და არა რაღაცა ჩვენი შინაგანი განწყობა თუ თვისება, თუნდაც ის გონივრული რაღაცებზე დაფუძნებული და გავიმარჯვებთ ულოცავ ყველას ახალ წელს და გამარჯვების წელს ვუსურვებ თქვენს და ყველა ამ ქვეყანას. მადლობა, მეც გილოცავთ ახალ წელს გამარჯვების წელი იყოს ბედნიერების მოგესალმებით. გილოცავთ ახალ წელს, მეც გილოცავთ, ჩემს ოპერატორს ვთხოვ რომ აქეთ გადმოვინაცვლოთ. მოგესალმებით, შეიძლება რომ გთხოვოთ გამარჯობა, ახალ წელს გილოცავთ. გილოცავთ მთელ საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა. 37 დღე არის უკვე დღეს, რაც უწყვეტი პროტესტია დედაქალაქის მთავარ გამზირზეც და საქართველოს დიდ ქალაქებშიც. აი ეს არის თუ არა განაცხადი იმის მიუხედავად რომ ახალი წელია, იმის მიუხედავად რომ ბევრი იძალადეს, ბევრი დააშინეს, ეს მოქალაქეები არ აპირებენ გაჩერებას და ამ ქვეყნის მომავლის დათმობას. გასაკვირველია რომ არ ვაპირებთ, ეხლა როგორც არ უნდა გთვალო
უნდა, როგორც არ უნდა იძახონ, რომ ზოგჯერ 800 კაცი ვართ და ზოგჯერ 3000 ძლივ შევკრიბეს. ფაქტი ის არის, რომ ყოველდღიურად პროტესტი არის მასშტაბური, ყოველდღიურად იზრდება პროტესტი და დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს პროტესტი არ გაჩერდება, სანამ არ მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს, ოღონდ რასაკვირველია შესაბამისი პირობებით, რა პირობებზეც უნდა შეგვითანხმდნენ. ეს პროტესტი არ გაჩერდება არავითარ შემთხვევაში, აქ არის ფაქტიურად აქ ვინც ვართ, ყოველდღიურად ვისვენებთ, აქ ყოფნით, ვნახულობთ ერთმანეთს, საუბრობთ, ანუ ეს ჩვენთვის არის უკვე ყოველდღიურობა, ჩვენი სამსახური არის აქ ყოფნა და ჩვენი განტვირთვა არის აქ ყოფნა და რაც თავარია, დგავართ ქვეყნის სამსახურში და ვიცით, რომ აი ჩვენი აქ დგომით რეალურად ვაკეთებთ საქართველოსთვის ძალიან კარგ საქმეს. ჩვენ აუცილებლად აი ამ პროტესტით დავაბრუნებთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ხშირად ამბობენ ხოლმე ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები, რომ ცოტანი არიან, რომ სეირნობენ, რომ ამით სინამდვილეში ვერაფერს ვერ შეცვლიან. აი ამაზე თქვენი პასუხი რა არის? ამაზე იცით რა არის? ჯობია რომ პასუხი არც გავცეთ. ეს ვიცით აქ დგომება და ზოგადად საქართველოს უმრავლესობამ, რომ აი ეს ციფრები ჩვენთვის განკუთვნილი არ არის. ეს ციფრები არის აი იმ ხალხისთვის განკუთვნილი, ვისაც ბრმად ჯერათ, რომლებიც ფაქტებს არ ამოწმებენ. იმათვის არის, რომ რაღაცნაირად აი ეს აუდიტორია მაინც შეინარჩუნონ, რომ რაღაც დასაყრდენი კონდეთ, თორემ ფაქტი არის, ვიცით ყოველდღიურად რამდენი ადამიანი დადის და რეალურად ჩვენთვის აქ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რასაც იძახიან. პირდაპირ ვთქვათ, არც უსმენთ დიდად მაგრამ 77 დღის შედეგი არის ზუსტად ის სანქციები და მხარდაჭერა ალბათ დასავლეთისგან, რომელიც ქართულმა ხალხმა მიიღო, სანქციები კი ქართული ოცნების რეჟიმმა, ხო? აი ამას თუ ველოდით, ასეთ მხარდაჭერას დასავლელი პარტნიორებისგან ქართველი ხალხისად. რასაკვირველია, ჩვენ აქ მშვიდობიანი პროტესტით ვაპროტესტებთ და ფაქტია, რომ ჩვენმა აი მშვიდობიანმა დგომამ შედეგი გამოიღო დასავლეთიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასაწყისი არის, რაც დრო გავა, უნდა ელოდოს ქართული ოცნება და მასთან ასოცირებული პირები, რომ უფრო და უფრო გამკაცრდება მათ მიმართ მიდგომებით, სანქციებით და ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ძალიან დიდი მადლობა, ბედნიერი წელი, გამარჯვების წელი მისურვებია. აქეთ გადმოვინაცვლოთ, მე ვხედავდი ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც დგას ასევე რუსთაველის გამზირზე ყოველთვის და ღემა სამში, ასეც გამარჯობა. ბატონი ვაჟასთან მივალ და თქვენთანაც ვისაუბრებ თუ შეიძლება. მოგესალმებით. 37 დღეას კი ბატონო, გაიკეთეთ, თავარი არ დაგაჯარიმა. არა, ზედავ დამაჯარიმ. გამარჯობა. 37 დღეა უკვე საპროტესტო აქცია უწყვეტად თბილისის ცენტრალურ გამზირზე, ასევე დიდ ქალაქებში. აი ყველას ვეკითხებოდი, რომ თქვენი აზრით, რა არის 77 დღის შედეგი და რა განაცხადია ეს ქართველი ხალხის მხრიდან? დავიწყე ბოლოს და შედეგი ის არის, რომ ხდება ქართველი როგორც საქართველოს მოსახლეობის როგორც ერის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ აქ ხედავთ ძირითადად ახალგაზრდობა არის და ახალგაზრდობასთან შეერთებულია ყველა თაობის და ყველა პროფესიის ადამიანი. ახალგაზრდებმა და ჩვენც დავინახეთ, რომ რეალური საფრთხე ქვეყნის დაკარგვის და ვიცით თუ ჩვენი გაჩერებას რა მოყვება. დავკარგოთ ქვეყანას. ასევე ოცნებაც ხედავს, რომ მათი უკან დახევა მათ დააკარგვინეს მხოლოდ იმ სიმდიდრეს, რაც დააგროვეს ამ პერიოდში. და მე მგონი ქვეყნის და მატერიალური შედარება შეუძლებელია და ამიტომაც ქვეყნის სიყვარული ყოველთვის გადაძლეს მატერიალურ სიყვარულს, რაც მათ გააჩნიათ. ამიტომ ალბათ არ გაჩერდება. ამის შიში მქონდა, რომ ერთ კვირაზე მეტი არ ვიქნებოდით, მაგრამ საბედნიეროდ უკვე მეორე თვეა, აი ესე არის მასიურად ხალხი გამოსული და აპროტესტებს. არა მარტო თბილისში, არამედ რაიონებში, რაც ყველაზე კარგია. ძალიან დიდი მადლობა, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ლევან სამუშია, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, მოგესალმებით და უნდა გკითხოთ იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნების რეჟიმის ბოლო იმედი იყო ახალი წელი, რომ იქნებ საქართველოს მოქალაქეები სახლებში შეხვედროდნენ ახალ წელს, არ გამოსულიყვნენ საპროტესტო აქციაზე, აღმოჩნდა, რომ ეს მოლოდინიც რაღაცნაირად გაუცრუვდათ. 27 დღეა და ისევ პროტესტის ეპიცენტრი არის რუსთაველის გამზირი. რა თქვა ამით ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ? პირველ რიგში სრულიად საქართველოს ულოცავ ახალ წელს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი წელი იქნება
გათავისუფლება რუსული რეჟიმისაგან, ხელისუფლების მიმტაცებლებისაგან და საქართველოს თავისუფლების მომტანი წელი იქნება და ბედნიერების მომტანი წელი იქნება ყველა ჩვენთაგანზე. ხო, 31-ში ჩვენ ვნახეთ რეკორდული რაოდენობის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პროტესტის ნიშნად გამოვიდნენ და ახალ წელს შეხვდნენ. რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედანი ხალხს ვერ იტევდა, ეგეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ამათ ეს ბუნებრივია ანცვიფრებს, რუსებს ანცვიფრებს, მათ უფროსებს პირველ რიგში. დღეს ყველა დღე რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, ეს არის საქართველოს მოქალაქეების მტკიცე მშვიდობიანი ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისათვის, თვითმარქვია რუსების წინააღმდეგ და ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით. აუცილებლად პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური ტყვეები, რომლებიც დღეს საპატიმროებში არიან გამოკეტილი, პირველ რიგში მათ მინდა მიულოცო ახალი წელი, ადამიანები, რომლებიც არაფრის გამო საერთოდ ჩაყარეს დილეგში, როგორც რუსები იქცევიან ისე, მაგრამ პირველი მოთხოვნა ეს არის პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნები, რომელსაც 2025 წელს დარწმუნებული ვარ აუცილებლად მივაღწევთ. ეს ხალხი თავისუფლად გამოდის. ეს ხალხი თავისუფალია. ისინი კიდე შეკეტილები არიან და მათ ხალხთან გამოსასვლელი ხელისუფლების მიმტაცებლებს ხალხთან გამოსასვლელი პირი არ აქვს. ეს არის აქ მთავარი და მთავარი არის რომ როგორ ექცევიან ჩვენს მოქალაქეებს. თქვენ ხედავთ ხო? რაღაცა სამარცხვინო 35 ლარი მოუმატეს პენსიაზე. ეს უბრალოდ თვალე, ნუ არ ვიცი, დაცინვა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. თვითონ მაგეს არალეგიტიმურმა დეპუტატებმა ხელისუფლებამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა აი ამ ხალხის ხარჯზე, რასაც აკეთებს ყველას ხედავთ. ჩვენ გახსოვთ რომ ძლიერ საქართველოს ჰქონდა საუბარი პენსია 1000 ლარი, ესეც იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ყველა საქართველოს მოქალაქეები ამ თვითმარქვეებს აუცილებლად მშვიდობიანად ვაიძულებთ რომ იყოს ახალი არჩევნები. დიდი მადლობა ლევან სამშიას უსმენდით პირდაპირ ეთერში, აქ საპროტესტო აქცია გრძელდება ახალი არჩევნების მოთხოვნით და ასევე რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით. ეს არის ორი მთავარი სათქმელი საქართველოს მოქალაქეების, ორი მთავარი ძალიან მკაფიო მოთხოვნა ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ და როგორც ისმენდით ჩვენი სტუმრებისგან ვისთანაც საუბრობდით პირდაპირ ეთერში, ჩანს ძალიან კარგად, რომ ქართული ოცნების რეჟიმს მოუწევს ამ მოთხოვნების შესრულება, მოუწევს დათმოს თავის ძალაუფლება, რომელსაც ასე ებღაუჭება. მოგესალმები ირაკლი, აი საუბრობდით ზუსტად იმაზე, რომ ამ 37 დღიანმა პროტესტმა აჩვენა ძალიან მკაფიოდ, რომ არავინ აპირებს დანებებას, არავინ აპირებს სახლში წასვლას. ამბობენ იმასაც, რომ ეს ძალიან კარგად ესმის და ხედავს არალეგიტიმური ხელისუფლება, ხო? აი შენ როგორ ფიქრობ, არის თუ არა ეს ასე და მოუწევს თუ არა რეჟიმს ადრე თუ გვიან უკან დაიხიოს? დიახ, იმიტომ რომ ქვეყანაში კრიტიკული უმრავლესობა რეჟიმის წინააღმდეგ, ამ რეჟიმს არ გააჩნია ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არ გააჩნია მხარდაჭერა და აი მარტივ მაგალითს მოვიყვან, შეიძლება ხა ცოტა უცნაური მაგალითი იყოს მიმესთვის, მაგრამ აი ეს უცენზურო სიტყვებისგან შემდგარი სიმღერა რო არის, ხო? რომელიც ყველა მოვისმინეთ და ყველას რაღაცა ახსოვს, ხო? ბარებში და თბილისის ბარებში, არ ვიცი, კლუბებში მასობრივად იყო ჩართული ეს სიმღერა, ხო? ანუ რას ნიშნავს, რომ სოციალურად ეს ხალხი ოცნებას გულისხმობს, არის მკვდარი უბრალოდ, ლიკვიდირებული არის, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა დაკარგეს ყველანაირი ლეგიტიმაცია, სოლიდარობა და ხარდაჭერა საზოგადოებაში. თბილისში არათუ ხარდაჭერა აქვს, პირიქით აქვს მართლა ძალიან დიდი ზიზღი სამწუხაროდ ათესილი. მე ეს არ მაწყობს და არ მინდა, იმიტომ რომ მე მინდა რომ ამ საზოგადოებაში ესეთი სოციალური უსკრულები, ის რომ ადამიანები აწლეულების მანძილზე ვერ ხდნენ ინტეგრირებას და დაბრუნებას საზოგადოებაში აღარ განმეორდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს 90-იანი წლების ტკივილი, როდესაც ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარ დიდი დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ქვეყნის წინაშე და ერის წინაშე და ამის გამო მოუწიათ იგივე სოციალური კეთროვნება, ხო? მაგრამ ძალიან მარტივია, რატომ არ იმოქმედა არც ახალმოწმებამ, ეროვნულ წინააღმდეგობას ახალი წლები და ეს ეგრეთ წოდებული როგორც ამოდნენ საცივის ეფექტი, რატომ ვერ უშველეს, ხო? და ვერანაირი დააღლა და ზამთარი, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ამ ხალხს უკანასახევი არ გვაქვს. აი ნებისმიერ მოქალაქეს და პოლიტიკოსთა კი არა, რომ მიხვიდეთ, ნებისმიერ მოქალაქეს და რომ მიხვიდეთ, გეტყვიათ ძალიან მარტივ რამეს, არ ვიხივთ უკან, იმიტომ გამოდივართ ყოველ დღე, რომ უკანასახევი არ გვაქვს, იმიტომ რომ დიქტატურა, რომელსაც ივანიშვილი ამყარებს, ემუქრება არა მხოლოდ პოლიტიკოსს, იმიტომ რომ პარტია აიგრძალება, არა მხოლოდ მედია საშუალებას, იმიტომ რომ მედია საშუალება დაიხურება, არამედ მაგალითად საჯარო მოსამსახურებას, რომელთაც თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ კრიტიკული აზრი ექნება, თურმე ვეღარ ემუშავებენ საჯარო სამსახურში. ყველასთვის ყველა ხდება ქართულ ხალხს ეს ეროვნული გენეტიკური მეხსება ძალიან ძლიერი აქვს პოლიტიკური მათ შორის რა, როდესაც ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა ქართველი, მაშინ მხიზლდება, რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი იმპერია დაგვიმარცხებია, ძალიან ბევრი სასიკვდილო საფრთხე ქონია და გადაგვილახავს და ვიცით
როდის გვემუქრება ეს სასიკვდილო საფრთხე? ეხლა მიხვდა ქართველი ხალხი, რომ სასიკვდილო საფრთხე გვემუქრება, იმიტომ რომ ეს კაცი როგორც პირად საკუთრებას ივანიშვილი ისე უყურებს საქართველოს და ორ ძალიან ძლიერ აისბერგს შეეჯახა, რომელიც გაჭრეს ამ რუსულ გემს. პირველი ეს არის ქართველი ხალხი. ხალხი, რომელსაც აქვს ღირსება, რომელსაც უნდა თავისუფლება, რომელიც არ იცხოვრობს ერთი მხრივ რუსეთში და მეორე მხრივ არ იცხოვრობს დიქტატურაში. იქ სადაც ასეულობით ადამიანს დღეების მანძილზე ქუჩებში არადუბრად ეპყრობენ და აწამებენ და მეორე აისბერგი ეს არის დასავლური სამყარო, რომელმაც თქვა გარკვევით, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე და თბილისი აუცილებლად იქნება ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი და აქ რუსეთის გამარჯვებას და დიქტატურის დამყარებას არც ჩვენი დასავლური მეგობრები არ დაუშვებენ. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ფავლენიშვილს უსმენდით, ცოტნე კობერიძესაც ვხედავ და ბორის ჩელეყურუასაც და მოდი ის საუბრობს. მოგესალმები, ახალ წელს გილოცავ და აი ახლა ვსაუბრობდით, რომ 27 დღე აუწყვეტი პროტესტი არის რუსთაველის გამზირზე და ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი. მოკლედ, შენ მოგვიყევი, რას ამბობს ამით ქართველი ხალხი, მხოლოდ თბილისში არა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქართველი ხალხი ამბობს იმას, რომ მას არ ჭირდება ლიდერი, არ ჭირდება რაიმე დამატებითი мотиваცია გარდა იმისა, რომ ევროპულ მომავალს უკლავს ხელისუფლება, რომელიც არ ასრულებს მის დაკვეთას. ქართველი ხალხი ამბობს ყველაფერს საპირისპიროს იმისას, რასაც გვიმტკიცებს ქართული ოცნება და მათი წარმომადგენლები. ის, რომ ამდენი დღის განმავლობაში სიცივეში აქ ვართ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მართლა რაღაც იდეა გვაქვს, რომელიც უნდა დავიცვათ. აქ მოსული ადამიანები რისკავდნენ თავიანთ სიცოცხლეს, თავიანთ ჯანმრთელობას, თავიანთ თავისუფლებას და აქედან გამომდინარე მინიმუმ ქართული ოცნების მხარდაჭერა ხონდა დაასკვნას, რომ იქნებ მართლა არის რაღაც იდეა, რასაც იცავენ აქ შეკრებილი ადამიანები. აქ ხალხი არის იმ გააზრებით, რომ ჩვენი თანამებრძოლები ეხლა არიან ციხეში. ის ხალხი, რომელიც ცოტა ხნის წინ გვერდით გვედგა და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, დღეს დატყვევებულები არიან, რეჟიმმა აიყვანა ტყვედ, უამრავი მათგანი აბსურდული ბრალდებით და უნდა რომ სამაგალითო დასაჯოს იმისთვის, რომ ჩვენ მომავალში აქ აღარ შევიკრიბოთ და საბოლოოდ ჩვენი აქ დგომით მაგასაც ვეუბნებით, რომ არ გამოვა ჩვენი შეშინება არ გამოვა, ამ პროტესტის ჩაკლა არ გამოვა, რადგან საბოლოო ჯამში ნებისმიერ ადამიანთან რომ მიხვიდეთ, ეხლა იშვიათი გამონაკლისის გარდა და მიკროფონი რომ მიუშუროთ, ყველა ისე დალაგებულად მოგიყვებათ, რატო არის აქ, რატო დგას და რა არის მისი იდეა და რა არის მისი მიზანი, რომ ნებისმიერ პოლიტიკოს უნდა შეშურდეს, ასე რომ ამგვარი პროტესტის მოკლა იქნება ძალიან რთული ქართული ოცნებისთვის, პლუს გადაიმტერეს თაობა, რომელმაც ყველაზე დიდხანს უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში, ყველაზე დიდხანს ემახსოვრებათ ამ ქვეყანაში, რომ ქართული ოცნება არის მოღალატებით დაკომპლექტებული პარტია, რომელსაც არავინ არ უნდა ენდოს არასოდეს. ძალიან დიდი მადლობა კოალიცია ცვლილებისთვის წევრს ბორის ჩელეყურუას უსმენდით. მოკლედ ასეთი აქ ვითარება, საათზე მეტია რაც გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები, უკვე 37 დღეა უცვლელი პროტესტი დგანან და ისმენდით, რომ აი ზუსტად ეს განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში აქ დგომა საქართველოს მოქალაქეების არის ძალიან მკაფიო გზავნილი ქართული ოცნების რეჟიმისთვის, რომ არავინ აპირებს არც დაღლას, არც დათმობას და აი ეს ბოლო იმედი, რომ იქნება ამ საახალწლო დღეებში მაინც ქართველი ხალხი დარჩენილი იყო სახლში და არ დამდგარიყო პროტესტის უცვლელ ეპიცენტრში, ქართული ოცნების რეჟიმს ისევ ჩამოეშალა როგორც ძალიან ბევრი სხვა იმედი და სხვა მითი, რომელიც შექმნა და თავს მოახვია თავისი პროპაგანდით საკუთარ მხარდამჭერებს. მოკლედ ასეთია რუსთაველის გამზირზე ვითარება, საპროტესტო აქცია გრძელდება ახალი არჩევნების და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების უცვლელი და ძალიან მკაფიო მოთხოვნით.